ყუმბარის შემოწმება ძალიან მარტივია მეგობრებო. მოკლედ, თუ თქვენი ავტომობილიდან კაცუნის ხმა იცის მის მოხვევისას, საერთოდ უხევთ იქითა გარი ყუმბარაა გაფუჭებული. თუ კონკრეტული სიჩქარით აჩქარებისას, თქვა 30-დან 40-მდე ან 70-დან 80-მდე აჩქარებისას იმატებს ვიბრაცია, ამ შემთხვევაში შიდა ყუმბარაა გაფუჭებული. ამის გაფუჭების მიზეზი ძალიან მარტივი შეიძლება იყოს. შეიძლება გაიხეს პილნიკი. უკაცრავად რუსულ ტერმინებს ხმარობ, ზოგმა მიმითითა უბრალოდ 100 არის დამკვიდრებული და ქართული ვიცით ყველამ, მაგრამ ასეა დამკვიდრებული და ასე ვამბობთ. მთავარია რომ საქმე გაკეთდეს და ინფორმაცია გადმოგცეთ, თორე ქართული დავიცვათ სხვაგან. მოკლედ, აქედან გამოდის აპოხი მასალა, მუშაობს შრალზე, ფუჭდება off-road-ზე წვალებისას და კიდევ ფუჭდება, როდესაც არასწორად არის დალიფტული. რას გულისხმობ არასწორს. მხოლოდ ამორტიზატორებია ჩამოწეული და ყუმბარა დგას ძალიან მაღალი კუთხით. ამ დროს აუცილებლად გაფუჭდება ყუმბარები და ძალიან ხშირად. და საერთოდ უკარგავს მდგრადობას ავტომობილს. თუ ვინმეს რამის დალიფტვა უნდა, არსებობს ამის სტანდარტები და მთლიანი მანქანა უნდა დაილიფტოს და უნდა იწევს მთლიანი კუზავი. ამ შემთხვევაში ყუმბარა ისევ თავის ადგილას რჩება და არ ფუჭდება. თუ შეამჩნევთ ასეთ სიმპტომებს, უკვე გეცოდინებათ რის სიბრალეა. ამის სერვისი ჩვენთან ხდება, ვცვლით, შეგიძლიათ მოგზავნეთ ხოლმე.